სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ ყველანი უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ და თავის დროზე გარდაულად წარვდგებით სამყაროს შემოქმედის წინაშე. დატვირთული კიდევ მეორე უდიდესი და საშიში პასუხისმგებლობით, რომელსაც მოაზროვნეობა და თავისუფლება ჰქვია. იმ თავითვე ვიცით, რომ დაზიანებულნი ვართ. ეს დაზიანებულობა ვლინდება იმაში, რომ ჩვენ ვართ მემკვიდრენი იმისა, იმ არსებისა, რომელსაც ცოდვით დაცემის შემდგომ, ღმერთისაგან ტყავის სამოსლის მიღების შემდგომ ქონდა დაჯერებულობა საკუთარ თავში იმისა და ეს უკვე მისი ბუნებაა და ეს მისგან განთავისუფლება მისთვის აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, დაჯერებულობა იმისა, რომ მატერიალურ ამ სამყაროში მას შეეძლო მიეღწია ბედნიერებისთვის, სრულყოფილებისთვის და მას შეეძლო კეთილისა და ბოროტის გარჩევა. აი ეს თვისებები, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ამ სამყაროში ბედნიერებას მივაღწიოთ, მატერიალურ სამყაროში, მატერიალური სამყაროს შეცნობით, შემეცნებით, მასთან ზიარებით, მეცნიერებით, ხელოვნებით და ასე შემდეგ, რის საშუალებასაც მატერიალური სამყარო იძლევა ჩვენ რომ გვაქვს ილუზია, რომ ამით ბედნიერები შეიძლება ვიყოთ, ფიქრობ ქრისტიანისათვის, რომელიც ერთხელ მაინც დაფიქრებულა თავის ცხოვრებაზე, მას ეს არ გაუკვირდება, რომ ასეთნი ვართ და ეს ჩვენი ბუნების ნაწილია და მისგან თავისუფლებას ვერ ვახერხებთ და ის რომ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი გვაქვს თავისთავად ავტონომიურად, იმიტომ რომ ლამის ღმერთები ვართ, როგორც გვითხრა იმ თავიდანვე იმ წინა ისტორიულმა დაცემულმა ანგელოზმა, უთხრა ჩვენს წინაპარს და დაიჯერა და ბუნება შეეცვალა ჩვენს წინაპარს და ასეთი ბუნებისანი ვართ, ეს ხო ყველამ ვიცით. ჩვენ ხო ვიცით, რომ მხოლოდ საკუთარი სიმართლით მოქმედებთ და შესაბამისად ეს იწვევს იმ უბედურებებს, რასაც სამყაროში ხედავთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავქრისტიანდით, ამ მდგომარეობას, რომლისაგან გათავისუფლებას ადამიანს არ ძალუც, მაგრამ ამავე დროს ეს რისგანაც არ ძალგვიც გათავისუფლება, ეს არის ჩვენთვის დამღუპელი და დამანგრეველი, მაგრამ გათავისუფლება კი მაინც არ ძალგვიც, შეიძლება ასე ვთქვათ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ მას ვერ ვეგუებით და გვახსოვს უფლის დანაპირები, რომ მართალია ჩვენ ამისგან ვერ გავთავისუფლდებით და ეს გარანტირებულად დაღუპავს, აი ზოგადად ვთქვათ, ფილოსოფიურად რო შევხედოთ, არსებას, რომელიც უნდა განვითარდეს იმის შესაბამისად, რომ ის მოაზროვნეა და თავისუფალი, ასეთ არსებას, მოაზროვნეს და თავისუფალს, რომლის განვითარების მიზანი არის ღმერთად მადლით ღმერთობა, მას არასოდეს არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს როგორც მოაზროვნე და თავისუფალი არსება, იმიტომ რომ შეზღუდულია აი იმ მოცემულობით, რაც გითხარით. და ამისგან ვერ თავისუფლდება. და ჩვენ გვახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ჩვენი განკაცებული ღმერთის, ჩვენი უფლის სიტყვები, რომ ღმერთის მიერ შესაძლებელია. თავისთავად არა, შეუძლებელია, მაგრამ ღმერთის მიერ შესაძლებელია და ფაქტობრივად ქრისტიანის ცხოვრება ეს არის როგორმე მიაღწიოს იმ მდგომარეობას, რომ იცხოვროს ღმერთის მიერ, ანუ ღვთისნებით, ანუ იყავნება შენ, ანუ თავისი უკეთური ნება გვერდზე გადადოს, უარყოს, საკუთარი თავი უარყოს, ამას ნიშნავს ეს და ღვთისნებით იცხოვროს და მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების ანი და ჰოე, რატომაც გვიჭის, რატომაც ვერ ვახერხებთ, რატომაც არ გამოგვდის, რატომაც მუდამ ბეცემით, რატომაც მუდამ გვაქვს ეს მწუხარება და ასე შემდეგ, მხოლოდ ეგ არის, რომ ვერ მოვახერხეთ ღვთისნებით ცხოვრება. ისევ და ისევ საკუთარი ნებით, საკუთარი ხედვით, საკუთარი სიმართლით და ბედნიერების ამ სოფელში ძიებით ვცხოვრობ და არაფერი გამოგვდის, მაგრამ ქრისტიანებს ეს არ გვეკადრება. აი ეს პასუხისმგებლობითი ცხოვრება, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება, იმით რომ ერთხელაც წავსდგებით მის წინაშე,
ეს არის საკმაოდ სერიოზული ჩასაფიქრებელი რამ, იმიტომ რომ ეკლესიამ გაგვაფრთხილა, რომ იმ შეხვედრას, რომელიც იქნება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, შეხვედრას ღმერთთან, რომელსაც ქვია სიყვარული, რომელიც არის ერთადერთი აბსოლუტური სიკეთე, რომელიც ჩვენთვის მამაა და მას ვუყვარვართ, აი იმ ღმერთთან შეხვედრა, რომელიც აი ასეთია, ეკლესიამ ჩვენს გასაგონად ამ შეხვედრას უწოდა საშინელი სამჟაო. რატომ? იმიტომ რომ გაგვაფრთხილოს ამეთი, რომ თუ ჩვენ ისე არ წავსდგებით იმ პასუხისგებლობით, როგორც რისი ვალდებულებაც გვაქვს, შეხვედრა აბსოლუტურ სიკეთესთან და შეხვედრა აბსოლუტურ სიყვარულთან ჩვენთვის საშინელი აღმოჩნდება, რამე თუ ჩვენ მას დავკარგავთ. და კიდევ ერთი, როგორც არ უნდა ვიცხოვროთ ამ სოფელში. რა ფეირვერკებიც არ უნდა იყოს ჩვენი ფეირვერკებით ახსავსეთ ჩვენი ცხოვრება და რა ვარსკვლავებსაც არ უნდა ვწყვეტდეთ ჩვენს რელიგიურობაში შეგნებულად ვიყენებ სიტყვას რელიგიურობას და არა სულიერებას და ქრისტიანობას. ჩვენ მაინც გარანტირებულად არ გვეცოდინება რა მოხდება, როცა წარსდგებით მის წინაშე. რამე თუ ჩვენ არ ძალგვით საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა. არ ძალგვით დავინახოთ ვინ ვართ ბოლომდე და რამდენად გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ვცხოვდეთ. ბოლომდე შიში ვიმყოფებით. ახლა იტყვით ადამიანი იტყვის, რატო კაცო არ შეიძლება რომ თუ კარგი ვარ დავინახო და ვაშა რა კარგია. ადამიანის დაცემულობა იმდენად ღრმა არის და მისი ბუნება იმდენად გამზაკრებულია, რომ როგორც კი იგრძნობს, რომ ყველაფერი კარგად აქვს და ცხონებულია, იმ წამსვე შემოიპარება პატიმოყვარეობის ჭია და კვლავ დაგვანარცხებს დაბლა. ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს, რომ კი, მაგრამ ხო იყვნენ ისეთი ადამიანები, გრიგორ ხანძთელი მაგალითად ლოცულობდა და ღმერთი მის შიგნით იყო. ახლა გრიგორ ხანძთელს უნდა ვბაძავდეთ, მაგრამ მასთან შედარება რამდენად გონივრულია, ჩვენ ღმერთი ვერ განგვიცდია ლოცვის დროს და შეედარო ადამიანს, რომელშიც ღმერთი აშკარად ცხოვრობს, დიდ პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს, რომ ეხლა მომელის მე სიმართლის გვირგვინი, ანუ თითქოს დარწმუნებულია ცხონებაში, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს ავადმყოფობა, რომელთაც იტანჯებოდა, იმიტომ არ მომაცილა ღმერთმა, რომ იმ დიდი გამოცდილებების გამო, რომელიც მომეცა, ამ პარტავნებაში არ აღმოჩნდა და თავი რაღაც არ მეგონოს და ამიტომ ღმერთმა დამიტოვა ეს უძლურება, რომ მახსოვდეს, რომ მე უძლური ვარ ღმერთის გარე, მე არაფერი ვარ, ხოლო თუ რამეა, ხოლო ღმერთია. გესმით, აი ეს პავლესაც კი ჭირდებოდა ეს და რაღა ვთქვათ ახლა საკუთარ თავზე. ჩვენ აქ ამ სოფელში უნდა ვეცადოთ ქრისტეს ერთგულებით ცხოვრებას, ვიყოთ მოლოდინის მდგომარეობაში. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ჩვენს თავს. არ ვიცით. ამიტომ უნდა გვეშინოდეს. და აი გახსოვთ დღევანდელი იგავი სახარებისეული, როდესაც იგავია, რომ ბატონი მიწის სამუშაოებს და აუტოვებს, განგებლობას ჩააბარებს თავის მონას, წავა და ეს მონა ფიქრობს, გულსაშინა თვისა. ხოვნის უფალი ჩემი მოსვლა. ანუ ჯერ არ ვყდები რა, დღეს ცოცხალი ვარ, გუშინ ვიყავი ცოცხალი. მე მგონი ხვალე ცოცხალი ვიქენი და რა ვიცი 80 წლამდე, რომ ვინც ახალგაზრდა 80 წლამდეა. ვინც 70-ს გადაცილდება, მას იმედი ეკაგება 90 წლამდე და ასე შემდეგ. ნუ ჯერ ადრეა, ჯერ არ გარდავიცვლები. და ეს განწყობა უფალი ყოვნის არის ისეთი დამაზიანებელი, ესეთი მაცტური აზრი. არაფერსაც არ ყოვნის. უბრალოდ ჯერ არ მიყავ ხარ, შენი ჟვამი არ დამდგარა. ოღონ არ იცი როდის დადგება. უფალი არასოდეს არ ყოვნის. უფალი ზუსტად თავის დროზე მოგაკითხავს შენს, მეც და თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ ეს იქნება ყოველთვის მოულოდნელი და ეს განწყობა რომ უფალი ყოვნის, ანუ უფალი ჯერ ადრე არ მოვა, ჯერ ბევრი დრო მაქვს, რა მდგომარეობას იწევს, ადამიანს ავიწყდება პასუხისგებლობა. და რას იწყებს? იწყოს გვემად მონათა და მხევალთა, ანუ თავის სიმართლით იწყებს, ხო, რატო გვემს? იმიტომ რომ მართალია და სხვები ტყვანები არიან, ჭამა და სმა და დათრობათ, ანუ ამასოფლისაგან სიამოვნების მიღებას იწყებს, ანუ რაც მე გითხარით, ხო? ესე იგი, რას აკეთებს? მართალია, კეთილი და ბოროტის გარჩევა იცის და ამიტომ ყველას ჩაგრავს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს სიკეთე ის თვითონ არის და ყველა მტყვანია და რა თქმა უნდა, ბედნიერებას ეძებს ამ სოფელში, ამიტომ ჭამა, სმა და დათრობათ. გესმით? აი, რაზეც
რაც ჭირს ადამიანს, იმას იწყებს, იმიტომ რომ მივიწყებს, რომ ყოველ წუთს, ყოველ წამს, ეს ადამიანი დგას, ლაპარაკობს, ზის, მოქმედებს, უცებ რაღაცა ძარღვი გაუწყდება და დამთავრებულია. ეგრევე პასუხს აგებს ღვთის წინაშე. რა არ არის ესე? არ ხდება ასე? ვინმე დაზღვეული ამისგან თუ რა არის? მაგრამ როგორც კი ეს ავიწყდება, ეს ემართება. ყველას, მეც, შენს, თითოეულ ჩვენგანს. ეს ამე განსაკუთრებული ბოროტი ადამიანი კი არ არის, ყველა ესეთები ვართ. და მე რა ხდება? მოვიდეს უფალი იგი მონისამის დღეს. რა დღეს მოვა? რომელსა არა მოელოდის. დიახ, ადამიანი, რომელიც არ არის ორიენტირებული საშნელ სამსჯავროზე და იმ პასუხისგებლობაზე, რაზეც საუბრობთ, ასეთი ადამიანი არასოდეს მოელის გარდაცვალებას. ყოველთვის მისთვის მოულოდნელი იქნება ეს, რაც არის ძალიან ცუდი და ძალიან საშინელი. და ესეთი ადამიანი, როცა მოვა უფალი, არა მოელოდეს, მაშინ მოვა და ჟამსა, რომელი არა იცის, შეუძლებელი ამის ცოდნა. უშვიათი შემთხვევებია ხოლმე, იცით, რომ წმინდანი, რომელსაც წინასწარ ეუწყება ხოლმე, რომ ესე იგი უნდა გარდაიცვალოს ამ დროს, თქვა, ხო? ეს იშვიათი შემთხვევებია ესეთი. შემდეგ ესეთი რამე წერია, რომ ორად განკვეთოს იგი, გასაგებია ეს შუა საუკუნეებრივი იგაური სახე, როცა სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო მტარვალი მეფეები, რომ ადამიანს ცოცხლად შუაზე გაკვეთენ ხოლმე. ეს იგავური სახე აქვს აღებული უფალს. საშინელი იგავური სახე აქვს აღებული და რატო? იმიტომ რომ ის რაც ადამიანს ასე დროს ემართება, წარწმედილ ადამიანს, არაფრით არ არის უკეთესი, რა თქმა უნდა, უარესიც არის, ვიდრე ფიზიკურად შუაზე გაკვეთა. ორად განკვეთოს სიგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა. ეს გაკვეთილი ნაწილი დაიდება ურწმუნოებში, ანუ ჯოჯოხეთში. რატომ არის ეს საშინელი? პასილ ეს ორად განკვეთა, რომელიც ყველა ადამიანს დაემართება ურწმუნოს. ბასილ დიდი ამბობს, რომ ორად განკვეთაში გულისხმობა ადამიანი ღმერთის გარეშე არასოდეს არის. ადამიანი რომ იბადება მოუნათლავის კი ღვთის გამგებლობის ქვეშ არის. გესმით? ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ ღმერთი მასთან არის ყოველთვის. მასში ის სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც შთაბერა ადამიანს, ღმერთმა ის ყველა ადამიანშია. და მე უკვე ნათლისღების ჟამს განსაკუთრებულად მოიხილავს სულიწმინდა ღმერთი მადლი ადამიანს, მის გულის გულში, ანუ მისტიკურ სიღრმეში ივანებს, იქიდან განდევნის ეშმაკს, მაგრამ ეშმაკი არსად არ მიდის შორს, ის გულის გარშემო მაინც შეება და იწყება ომი. გესმით? ომი. მაგრამ როცა ადამიანი არჩევანს არ გააკეთებს იმის მიმართ, ვინც გულის გულში ყავს, რომელიც ნათლობის ჟამს მიიღო. და საერთოდ ადამიანი როცა არ გააკეთებს არჩევანს ღმერთის მიმართ, რომელიც მასთან ერთად არის ჩასახვისთანავე და თუ ადამიანი საბოლოო ჯამში უღმერთობას აირჩევს, განიკვეთება ორად ნიშნავს იმას, რომ მას საღვთო მადლი ჯოჯოხეთში კი აღარ მიყვება, არამედ საღვთო მადლისაგან სრულად განიძარცვება. ანუ ადამიანი არის, გახსოვთ სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები თუ არ ვცდები გითხარით, რომ როგორ ახასიათებს რა არის ადამიანი. ადამიანი არის, ესე იგი, ხორცი, სული და ღმერთი. მარტო ხორცი და სული არა, ხორცი, სული და ღმერთი და განკვეთა ნიშნავს, რომ ხორცი და სული რჩება და ღმერთი განეყოფა მისგან. ხორცი მიწაში ჩადის სასინელ სამჯაროზე პასუხისგებლობისთვის, ხოლო სული ჯოჯოხეთში. ანუ ადამიანი კარგავს ადამიანობას, ადამიანი კარგავს ადამიანურ სახეს და ყველაზე საშინელება ეს არის. ამავე დროს იგი ინარჩუნებს გარკვეულწილად მოაზროვნეობას, გარკვეულწილად პიროვნულობას და წარმოედგინეთ, ანუ ის კვლავ არსებობს, მაგრამ არსებობს არა როგორც ადამიანი, არამედ რაღაც მდგომარეობა აქვს მას, რომელსაც სიტყვებით რა საშინელებაა ეს, რომ ადამიანს საბოლოო ჯამში ცილდება ღმერთი, ვერც კი გამოხატავთ, ამიტომ მას უწოდებთ ამ მდგომარეობას ჯოჯოხეთს და ამიტომაც ჩვენ სხვადასხვანაირი მახასიათებლები გვაქვს თუნდაც წმინდა წერილში, გენია, ცეცხლი დაუშრეტელი, მატლი დაუძინებელი, ჭენაკბილთა, მაგრამ ვერც ერთი სიტყვა ბოლომდე ვერ გამოხატავს იმ საშინელებას, რასაც ადამიანის ღმერთისგან საბოლოოდ განყოფა ქვია იმ מחვილით, რომელთაც ადამიანი განიკვეთება. და ამის გავსი რამ პავლე მოციქულიც ამბობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, აგიკითხავთ ეხლა ამონარიც, რადგან ცოცხალია ღვთის სიტყვა და მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ מחვილზე უფრო ბასრი, აი ეს ღვთის სიტყვა, ანუ რომლის პასუხისგებლობის წინაშე ჩვენ ვდგავართ. თავად ღვთის სიტყვა განხორციელდა და მისით განვისწავლებით ის გვესმის, ის არა მარტო
თეორიულ ცოდნას გვაძლევს და გარედან გვენიჭება, არამედ ის მადლმოსილია, ის ჩვენ შიგნით შემოდის და ის ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია და აღწევს სამშვინველის და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე და განიკითხავს, გულის აზრებს, ზრახვებს. არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მის წინაშე, არამედ ყოველივე გაშიშვლებულია და ღია მისი თვალებისთვის, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. ანუ იოტის ოდენა შესაძლებლობაც არ არის, რომ სადღაც რაღაცა დაფარული მისგან დარჩეს. ყველაფერს გაივლის აბსოლუტურად და თუ აღმოჩნდება, რომ თანაშეზავებული ვართ ჩვენი არჩევანით ცოდვასთან, ღმერთი არ დარჩება და თუ აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია ჩემი ცოდვისგან განცალკევება, იმიტომ რომ ეს ერთი არსებაა და არანაირმა წმენამ და სულიერმა ცხოვრებამ არ მიშველა, იმიტომ რომ მე ყურს არ ვათხოვებდი ღვთისნებას და ჩემი ნებით ცხოვრობდი და შეუძლებელი ხდება ჩემი და ცოდვისაგან განშორება, მაშინ განიკვეთება ჩემგან საღვთო მადლი ცალკე და ესე იგი ის რაც დავრჩები ღვთის მადლისგან განშორებული დაიდება ურწმუნოთა თანა, ანუ ჯოჯოხეთში. ხოლო ვინც არის ღვთის მონა, მან იცის თავისი უფლის ნება და როცა იცის, მაგრამ არ განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს ფრიად. ეს ხო ჩვენა ვართ. რომელი ქრისტიანი შეუძლია თქვას, რომ მე ღვთის ნება არ ვიცი. ქრისტიანი, რომელმაც ღვთის ნება არ იცის, ის ვინ არის საერთოდ? ის ქრისტიანი არის თუ არა? ის რა თქმა უნდა ქრისტიანი არ არის. და უფალი გაფრთხილებს, რომ თქვენ იცით, ამიტომ თქვენ ხართ მართლაც უფლის მონები, რომელმაც ღვთის ნება იცის და რადგან იცი, იტანჯები ფრიად. ნუ რომელმაც არ იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისა, იგივე მცირედ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეკლესიის წევრნი უფრო საშიშ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ეკლესიის გარეთ ყოფნი. პასუხისგებლობა დიდი გვაქვს. ჩვენ ისეთი სიბრძნე უნდა გქონდეს, რომელიც სიბრძნეც ვერ ექნება ეკლესიის გარეთ ყოფ ადამიანს. ჩვენ ეს სიბრძნე უნდა გამოვიყენოთ პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ საკუთარ თავს ვაფასებთ, როდესაც ჩვენ ლიტერატურას ვაფასებთ, აი წიგნი უნდა აიღო და წაიკითხო. ვთქვათ, არ არის კანონიზირებული წმინდანი, რომელიღაც ღვთისმეტყველი წერს. უნდა მიხვდე ის წიგნი სწორია თუ არ არის სწორი. შენია როგორც ქრისტიანისა თუ არ არის შენი. აი რომელიღაც ქრისტიანი ღვთისმეტყველი რაღაცას ლაპარაკობს. შენ უნდა მიხვდე სწორად ლაპარაკობს თუ არასწორად ლაპარაკობს. უნდა მიხვდე ამის სიბრძნე უნდა გქონდეს, ჩვენ გველი სიბრძნე უნდა გქონდეს. არ შეიძლება ვიღაცა მოგვატყილოს თავისი ცრუ მოძღვრებით. ბრმას აეკიდება და ორმოში ვარდება. შეიძლება ღვთისმეტყველი იყოს ის ბრმა, რომელსაც შენ შეიძლება აეკიდო, იმიტომ რომ მოტყვილდი. რატომ მოტყვილდი? იმიტომ რომ შენ თავად არ გამოეძიებ ღვთისნებას. ესმით და მოგატყვილა. ეშმაკს მეტი რა უნდა? ეშმაკმა შეიძლება ყველა ადამიანი გამოიყენოს. გადახედეთ ეკლესიის ისტორიას. ვინ იყვნენ დიდი მწვალებლები? არიოზი ვინ იყო? ძალიან განათლებული მღვდელი იყო. აი ისინი ქმნიდნენ ამ მწვალებლობებს, აბა უბრალო ადამიანები ნაკლებად. გესმით? ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს სიბრძნე, რომ ვიგრძნოთ, დავინახოთ, განვიცადოთ, სად არის ჭეშმარიტება. არაფერი გარეგანი ხილული არ იძლევა გარანტიას იმისა, რომ ჩემ წინ ვინც მეტყველებს, ის ჭეშმარიტებას მეტყველებს და უნდა გქონდეს შესაძლებლობა გარჩევისა. ხოდა აი, როდესაც ჩვენ ვიცით, უნდა ვიცოდეთ და არ ვიქცევით ცოდნის შესაბამისად, ჩვენი სასჯელი იქნება ძალიან მძიმე, როგორც ამბობს უფალი, რომ დაიჯება ასეთი ადამიანი ფრიად და მერე კიდევ ერთი რამ არის, რომ ჩვენი პასუხისგებლობა დიდი იცით რატოა? ღმერთმა უბრალოდ ცოდნა კი არ მოგცა. აი იცი რა, აი ეს არის ცოდნა, ეს არის ასე. ეხლა აწადი და ეს არის ინსტრუქცია და იცხოვრე. არა, ეს ცოდნა არ არის მარტო ინტელექტუალური, ეს არის ცოდნა, რომელსაც ქვია სიცოცხლე, ცოდნა, რომელსაც ქვია ცხოვრება, ცოდნა, რომელსაც ქვია ღმერთი და სიმბოლურად არის სხვადასხვაურად გამოხატული სიტყვაში და ცოდნა, რომელსაც ქვია ცეცხლი. ცეცხლი გესმით? გულში ცეცხლი ანთია. ეს ცეცხლი თუ მიეც იმას გასაქანი და რომ აბრიალდეს და აგიზგიზდეს და აღიხსნას ჩვენს შიგნით, არ მოგცემს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას. როცა შენ შეცდომას უშვებ, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ შენ ვერ ხედავ ცეცხლს, არ ვერ გზნობ ცეცხლს შენ საკუთარ თავში და ვერ გზნობ ცეცხლს სხვაშიც. არის თუ არა ამ ადამიანში ცეცხლი? თუ არ არის, გესმით? და აი უფალი ამბობს ესე, რომ ცეცხლისა მოვედ მიფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რათა აწვე აღეგზნას. და ხშირად გვითქვა განმარტებები ხო ამ სიტყვების, იგივე წმინდა მონახალი ღვთისმეტყველის. ეს ქვეყანა, სადაც ცეცხლი აღეგზნას, ეს ადამიანის გულია. და აი ეს ცეცხლი არის რაღაც საოცარი თვისების.
ერთის მხრივ ის არის სიყვარული, რომელიც გავალდებულებს და გაძლევს ძალას ყველა გიყვარდეს, მაგრამ ამავე დროს ის ვერაფრით შემთხვევაში ვერ გუობს იმ ბოროტებას, რომლის ფინალი არის განკვეთილი ურწმუნო ნახევარი, რომელიც დაიდვება მარადულად ურწმუნოთა თანა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მოვიდა ღმერთი, რომელიც არის სიყვარული და რომელმაც სიყვარულის ცეცხლი აანთო თავის მიმდევართა გულებში, მიუხედავად ამისა, უცებ ესეთ რამეს ამბობს. ეგრე გონებთ, ვითარმეთ, მშვიდობის ამოვეთ, მოფენად ქვეყანასაზე. უფალი გეუბნება, არა, ამისთვის არ მოსულ ვარ, არ მოვედი ესეთი მშვიდობისათვის, არამედ გეტყვით თქვენ, არამედ განყოფისთვის მოვედი. კიდევ ერთხელ მიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ გაშალა ხელები, რომ ყველა შემოგკრიბოს, ამავე დროს ღმერთთან ვერანაირი უწმინდური და რა არის უწმინდური? ღვთისნების საწინააღმდეგოდ მაცხოვრებელი მასთან ვერ შეიკრიბება და ფაქტის კონსტანტირებას ახდენს ამას. უფალი, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ მოვიდი რომ გაგაერთიანოთ, თქვენ შორის იქნებიან მუდამ ადამიანები, რომლებსაც ეს არ ენდომებათ. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ იქნებიან, ანუ სიცოცხლის, ანუ სიყვარულის, ანუ მარადიული სიცოცხლის საწინააღმდეგო იქნებიან და ამიტომ ფაქტის კონსტატირება იქნება ესეთი, ჩემი მოსვლა განყოფს სამყაროს ორ ნაწილად და თქვენი ნება რომელ ნაწილში დარჩებით. გესმით? აი ეს არის. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ სიბრძნე გამოვიჩინოთ, გონიერება იმ ცეცხლის მიერ, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულში ანთია, დავიწყოთ აზროვნება და არ ავყვეთ არავის აზრებს, გქონდეს საკუთარი აზრი, რომელიც იქნება კავშირში და ნაკვები ღვთისნებით, ესე იგი ვიკვლიოთ მუდამ ღვთისნება და თუ ქრისტიანები ვართ, ვიაზროვნოთ ეკლესიოლოგიურად სწორად. იმიტომ რომ ეკლესია ეს არის ცალკე სამეფო, ეს არის ცალკე სახელმწიფო. ღვთის მიერ სასუფეველი სამეფოა. ეკლესია არის სამეფო, რომელიც პირობითად არის საქართველოში, საბერძნეთში და ასე შემდეგ, მაგრამ ის არ არის მიწიერი სამეფო. ჩემი ხელმწიფება არა ამ ქვეყნიერია, უფალი ამბობს. ჩვენი მეფე არის არა რომელიმე პრეზიდენტი, მეფე, პრემიერ-მინისტრი და არამედ ჩვენი ხელმძღვანელი, ჩვენი მეფე არის თავად იესო ქრისტე. და თუ ჩვენ მისი ნებით არ ვიცხოვრებთ და გარეშე, ესე იგი, მიწიერი სახელმწიფოების ნების მიხედვით ვიაზროვნებთ, ჩვენ ყოველთვის ავწდებით ჭეშმარიტებას, გესმით? ყოველთვის. ამიტომ მოუკრიბოთ ჩვენს ცოდნას თავი და კიდევ მეტი და მეტი ვისწავლოთ ეს განათლების თვალსაზრისით, მეტად და მეტად ჩაუღმავდეთ ლოცვას, მეტად ვეცადოთ, ვიპოვოთ ჩვენის გულის კარებთან მისასვლელი, იმიტომ რომ ჩვენი გული არის გაუხეშებული, ჩვენი გული არის ურწმუნო, ჩვენი გული არის ყოველგვარი ბოროტების წყარო, როგორც უფალი გვასწავლის და ჩვენი ლოცვით რომ ვაკაკუნებთ გულზე, თუ ვაკაკუნებთ, თორე ადამიანის ზოგი ისეთი გონება გაბნეული ლოცულობს, საერთოდ ლოცვის სიტყვებს კი წარმოთქვავს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა არსით არის სავსე. ხო გამოგვიცდია ეს, როცა გონება გვებნება, მაგრამ მაშინაც კი როცა გონება არ გვებნება და მაშინაც კი როდესაც გულზე ვაკაკუნებთ ლოცვის სიტყვებით, გულზე როგორც ესე იგი სამსხვერპლოზე ვდებთ ლოცვის სიტყვებს, იგივე იესოს სახლის და სხვა ლოცვის სიტყვებს, აღმოჩნდება რომ ეს სამსხვერპლო, ანუ გული ამ სიტყვებს ვერ გძნობს. ეს არის გლოვარების აუცილებელი, ესე გლოვარების ვალდებულების წინაშე ვდგებით. როგორ შეიძლება რომ სახელს იესოს ამბობდი, ან შემიწყალეს ამბობდი, ან სხვა სიტყვას ამბობდი და გული ვერ გძნობდეს. ეს ნიშნავს, რომ მკვდარია, ან ღრმაძილი ძინავს. ეს უნდა გვაწუხებდეს, ეს უნდა გლოვარების მდგომარეობაში გვამყოფებდეს და თუ ჩვენ ამით დამწუხრდებით, რომ ჩვენი გული ვერ გძნობს ლოცვას, მაშინ იცოდეთ, რომ ეს აუცილებლად ღვთის საყდრამდე ადის და ნუგეშინის ცემით შეიცვლება, ანუ ღმერთი ნელ-ნელა ჩვენ გულს დაარბილებს და დარბილებული გული ლოცვის სიტყვებსაც შეიგრძნობს, მადლით შევა, ცეცხლით საინთება და გულში ცეცხლანთებული ადამიანი აღარ შეცდება იმ 1000 ჭორით და 1000 ცილისწამებით და სიბინძურით, რომელიც ეკლესიის და მისი მეტნაკლებად ჩვენ ყველანი მეტნაკლებად ვართ. რიგო ხანძთელები არც ერთი არა ვართ, მეტნაკლებად პატიოსანი მსახურების მიმართ იღვრება. არ შევცდებით და არ თავს არ დავიღუპავთ. ქრისტე შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.